გამარჯობათ მეგობრებო. როგორც თქვით, ეხლა არის დრო, როდესაც ჩვენი მრავალწლიანი მცენარები უნდა გადავჭრათ. აი შეხედეთ, ეხლა ჩვენი მიხაკი, ალბათ ბევრს გაქვთ მიხაკი სახლში. აი შეხედეთ, დროთა განმავლობაში ეს მიხაკები ესე ხევდება ქვემოთ და თუ არ გადავჭერით, მე ეს გაიზრდება და ეს გახევებული ნაწილები კიდევ უფრო გაიზრდება და თქვენ მიხაკი ფორმას დაკარგავს. ამიტომ რას ვაკეთებთ? ანუ შეგიძლიათ ეხლა თუ თქვენთან უკვე თბილა, შეგიძლიათ ცოტა მერე რომ სითბოები წამოვა, იმიტომ რომ როგორც კი სითბოები წამოვა, ეს მიხაკები და ყველა მრავალწლიანი მცენარე დაიწყებს ანუ ახალი ყლორტების წამოღებას. ანუ აი უნდა გადავჭრათ ესე. მოვაცლით დაზიანებულ და გამხმარ ტოტებს და ეხლა ნახეთ რა ხდება. ანუ ჩვენ შეგვიძლია რომ ესენი დავაკალმოთ. ოღონდ ვაკალმებთ რა შემთხვევაში თუ გვაქვს შესაფერისი პირობები. ანუ გჭირდება სითბო და ჰაერის ტენიანობა. ეხლა ჩვენ სათბურში ვარ და პატარა სათბური კიდე გაკეთებული, ამიტომ ჩვენ ეს პირობა გვაქვს. თუმცა როგორც გითხარით, თქვენ შეგიძლიათ თუ სიცივე გაქვთ, ცოტა გვიან გააკეთოთ ეს. და მაშინ უკვე სითბოც გექნება და რაღაც ადგილზე შეგიძლიათ დააკალმოთ თუ მაღალ ტენიანობას. ანუ ნახეთ, ვაკეთებთ კალამს. ძალიან მარტივია ეს კალამი, ეს გაკეთება. აი შეხედეთ. თავარი ხა რა არის იცით? რომ კალამს უნდა გქონდეს, აი ყლორტი უნდა გქონდეს, ესეთი ახალი ყლორტი. აი შეხედეთ, მოვაცლით იმ. აი ამას ვარჭობ ჩვეულებრივ, რა თქმა უნდა, მსუბუქ ნიადაგში, ჩვენ შემთხვევაში ტორფს ვიყენებთ, რომელიც დასველებულია და შემდეგ დაკალმების მერე ჩვენ კიდე ავდგებით და კიდევ ერთხელ მოვწყავთ. აი სულ ეს არის უბრალოდ როგორც გითხარით ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ შევქმნათ პირობები, ანუ ტემპერატურა და მაღალი ტენიანობა. აბა წარმატებებს გისურვებთ.